Halil Ibrahim. Ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩემი შვილი გადაარჩინე. მაგრამ იცოდე, ნიჰად მარტენი ამ ხაფანგში გაება. თუ თავის შვილს ჩემს საზაფხულო სახლში გაუშვებ, შენ კი მოკლავ. შენ შემდეგ ჩემს სახელს დაწერენ. გესმის? ჩემს შემდეგ თუ დაწერენ, არაფერია დაუთ. თავარია ნიჰადმა რიგში ჩემს წინ არ ჩაგაყენოს. არ ველოდი, კაცურად მოიქეცი და მეც ასე მოგექცევი. გმადლობ. ახლა რა ვქნათ? შენ საზაფხულო აგარაკზე წადი. ნიჰათი თუ ჩემზე ადრე მოვიდა, ხელი არ ახლო. ცოცხალი მჭირდება. რაში გჭირდება, ჰალილ იბრაჰიმ? ჩემი ცოლის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ მას შეუძლია. კარგი, არ ინერვიულო. გმადლობ. მართლა აღარ ვიცი რაზე ვინერვიულო. ოსმანის კეთილ ზრახვებზე თუ ზეინების გულუბრყვილობაზე. იმაზე როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხალილ იბრაჰიმი თუ ჩემი საყვარელი სევდა. მართლა აღარ ვიცი რა ვქნა. სწავლისას ერთი მეთაური მყავდა. მაშინ ცუდი პერიოდი მქონდა. ოჯახი დამეღუპა, მარტო ვიყავი. პირველი რაც მეთაურმა მასწავლა ესაა, არ დანებდე იმას, რაც უკვე მოხდა. იბრძოლე, ცხოვრება გააგრძელე. გესმის? ან მოკვდები, ან ფეხზე უფრო მყარად დადგები. ოდიში. გისმენ ალიჯან. ჰალილ, იმ ადამიანს ენდობი, მაგრამ რა ვიცით, რომ ნიჰად მარტენთან ერთად ხაფანგი არ დაგიგო. საყვარელი ადამიანების გამო თუ არ გავრისკავთ, სიცოცხლეს რა აზრი აქვს. მე მეგობრად მივიღე. ნიჰადი მეც ვერაფერს მისცემდა. კარგი ძმო. განყოფილებიდან დამირეკეს, პროკურორმა ზეინებ ჰანიმის მიყვანის ბრძანება გასცა, როგორც ჩანს, მოსმენა იქნება. რატომ ჩქარო ბოღუს? საკანში არ უნდა ყოფილიყო? ამ საქმეს მოვაგვარე. დამიჯერე. გვამი გვაქვს ჰალილ იბრაჰიმ. თან ვიღაც ადამიანის გვამი კი არა, როგორც ჩანს, ზეწოლაა. ზეინებს რა უთხრა, როგორ დავიცვა? არა, რომ შემეძლო შიგნით შევიდე, შევიდოდი. ამასაც ვერ ვაკეთებ. ყველაზე ლოგიკური ახლა რაც შეგიძლია მასთან ყოფნა. ედანორ? კარგად ხარ? მე კარგად ვარ, მაგრამ ზეინებს პროცესი ექნება. ოღუზმა ახლა თქვა. ღმერთო. ფიქრეთ. ნედიმე ჰანიმისგან ამე სიახლე გვაქვს? სამწუხაროდ მნიშვნელოვანი არაფერი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნიჰად მარტენმა არაფერი უარყო. ჯეილანის ძმა მათ ხელშია. ისიც თქვა, რომ ზეინებს არ გამოუშვებს, ვიდრე არ ანანებს. ვნახოთ, ვინ ვის ანანებს. ნახოთ. ჯეილან შვილო, შენ წინააღმდეგ მოცემული ჩვენებების და მტკიცებულებების მიხედვით ძმა გყავს. შენი ძმა დაიკარგა. ზეინებ ქარასუ, ამიტომ დაასახელე დამკვეთად. მითხარი. უპასუხე. მე სიმართლე ვთქვი, ბატონო პროკურორო. ანუ ზეინების დედინაცვალი მოკალი, რადგან მას
ასე სურდა, არა? ხო, ასე იყო. შენ რაღაც სიტყვი შვილო. სანამ ის ასე ამბობს, ჩემს სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენება მივეცი. ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს. არც შეკვეთასთან, არც მკვლელობასთან. შეხედე ალიჯან, შენი ძველი ლეიტენანტი ყაჩაღებთან ერთადაა. ისიც ყაჩაღი გახდა. შენს გიპოვიან საქმეს. თუ გინდა, გვაგიშვებ. არა მეთაურო, ჩემი სამსახური მომწონს. ძალიან კარგი. ვიცოდი, შენი იმედი უნდა მქონოდა. თუ ამბის გატანას და ინფორმაციის ყაჩაღებისთვის გადაცემას შეეშვები, ნამდვილი ადამიანი გახდები. გასაგებია? ჰალილ იბრაჰიმ. ყველაფერი წარსულში დარჩე, შენი ცოლი ვიცანი. მართალი გოგოა. არ მგონია მას ვინმე მოეკლა. გმადლობ მეთაურო. მაგრამ ვფიქრობ, იმ ჯეილანს უყვარხარ. რასაც აკეთებს მგონია, შენი სიყვარულის გამო აკეთებს. იქნებ ჭორაობა შეეშვა და ჯეილანის ძმის მოძებნა ვცადოთ. პოლიციას ეგ ხომ ევალება, არა? ჩვენ ადამიანების მოსაძებნი და გადამრჩენი გუნდი არ ვართ, ძვირფასო. ეს უნდა იცოდე. ალიჯანი ამ საქმეზე დაზვერვის ნაცვლადაც მუშაობს. ეს ისედაც იცით. დაიშალეთ. მეთაურო, შეიძლება დაველაპარაკო. მისი ადვოკატი თუ არ ხარ არა, მაგრამ თუ უნდა იყვირო და ემუქრო და დანაშაული ჩაიდინო, მიდი. ჯეილან. შეიძლება ვილაპარაკოთ. ჩემს კლიენტს სათქმელი არაფერი აქვს. წავედით. მეთაურო, შეიძლება ჩემი დავნახო. სხდომათა დარბაზამდე ელაპარაკე. ჩემო ამაზო. ძმაო, ამ გოგოს ბიძა ჩვენი აკონტროლებს. ვიცით. ყველგან ვეძებთ, ვიპოვით. ცოტაც მოითმინე. ყველაფერს მოვაგვარებთ, კარგი? რა ლამაზი ხარ? დამელოდები? ამბობენ მინიმუმ 15-20 წელია. ამდენ ხანს ვერ დაგელოდები. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ ზეინებ. მაინც რამდენ ხანს შეძლებ? 1, მაქსიმუმ 2 დღე. მატყუ არა. წყლის გარეშეც კი 1 კვირა იცოცხლებდი. შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ. შენ კი ჩემთვის. ზეინებ ხანიმ, უნდა წავიდეთ.
Pardon, ბოდიში, biz aynı yerde ჩვენ ერთად უნდა დავშეთ? არა, ცალ-ცალკე ოთახები გაგიმზადეთ, ზეინებ ხანიმ. ვერ გავიგე. აქ სასტუმრო არ არის. თქვენი ფულით აქ ადგილს ვერ შეარჩევთ. ეს ციხეა, ციხე. უბრალოდ ვიკითხე. bir soru sormak istedim sadece. ნაგლები კითხვა, ნაგლები პრობლემა. ამხელა გამოცდილება საიდან? მამა ჩემისგან. მართალია მამა შენს მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეთყობა ყურადღებას არ აქცევდი. არ ვაქცევდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტყუილს მომიგონებდნენ და ციხეში აღმოჩნდებოდი. სიჩუმე. Kızlar, გოგოებო, yeni misafir. თქვენი ახალი სტუმრები მოვიდნენ. Gelin. შემოდით. ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა გიშველოთ დაო. გმადლობთ. ღმერთმა გიშველოთ. ღმერთი დაგეხმაროთ. გმადლობთ. ღმერთი დაგეხმაროთ. ღმერთი შეგეძიოთ. გმადლობთ. Bu yataklar boş. ეს თავისუფალი საწოლებია, შეგიძლიათ დაიკავოთ. მოიცა. Hele bir durun. მოიცადეთ. ჩვენც გავიცნოთ ერთმანეთი. ჰალილ იბრაჰიმის სოლი რომელია? ჩემი ქმარი რა შეგჭირდება? Elime ჩემს ხელში თუ აღმოჩნდი, იცი რას გიზამ? Neyse. კარგი. Kız, გოგო, sen de ციხეში შენ ჩასვი? mısın? Saçma sapan. სისულელეს ნუბოდიელობ. წამოდი ზეინებ. Alo. ჰეი, Nereden? ეს სიმამაცე საიდან? Babam mı? მამა შენი აქ დაგიცავს, ზეინებ ლედო. Hayır, ona göre davran. უნდა იცოდე როგორ მოიქცე. Ben Zeynep Karasu. მე ზეინებ ქარასუ ვარ Kimsenin და არავისი yaptığı დახმარება არ მჭირდება. Ama eğer içinizden თუ ვინმეს birine აქ დახმარება სჭირდება, varsa söylerseniz მითხარით და დაგეხმარებით. dışarıda gerekeni yaptırırım. Duydunuz mu kızlar? გაიგეთ გოგოებო, Kocasından ქმარს ლაპარაკი უსწავლებია. Çek elini. ხელები მომაშორე, Bana bak. მისმინე. biz burada be. პრობლემები არ გჭირდება. Ha burada bela isteyen var. აქ იმიტომ არ ვართ, რომ Kalp kırmak. არაულობა გამოვიწვიოთ. Acelem yok. არ ვჩქარობ, Siz bir yerleşin. მოეწყვეთ. Ben nasıl olsun? იცოდეთ, İkinizin de ayrı ორივე ayrı თქვენ olsun. განს მივხედავ. Hadi. მიდით. ჩაი დაასხით. გემრიელად მიირთვი. Siz gelmeyin. თქვენ წადით. Şimdi tırsmayın. არ შევაშინოთ. ყველაფერს მიხვდება. კარგი ბატონო. Sana მამა ჩემის გზავნილი მოვიტანე დავუდ. ხო ხარგან. Gel içeri. შემოდი.
Fikret abi. ძმაო ფიქრეთ? Ne Fikret რა ფიქრეთ? გინდა თქვა რომ გარეთ ხალხი ყავს და ვეღარ გავალთ არა? ჰაკან. Abi ben ძმაო, მე მხოლოდ ელჩი ვარ. რისი ელჩი? O onu vursun. იმანის მოკლა იმანის? Şu bunu desin. ეს საქმე დამთავრებულია. O iş bitti. ეს გზა დამთავრდა ჰაკან. Oradan geldin Hakan. Ben bilerek istedim. ჩემი ნებით არავისთვის მივვნია ჰალილ იბრაჰიმ. Yani. ანუ ძმანის მოკლა შენ არ გიბრძანებია, ახლა კი ჩემი შვილის მოსაკლავად Vurmaya gel. არ მოსულ ხარ. Öyle mi Hakan? ასეა ჰაკან? Cevap ver. უპასუხე. Abi ძმაო, მე ben babam ne? ვალდებული ვარ მამას დავემორჩილო. Sen babam. მას ჩემზე უკეთ იცნობ. Peki sen და მე არ მიცნობ? და შენ არ იცი ნაძირალებს როგორ ვექცევი? Tamam. კარგი, Tamam ne ister? კარგი. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც იტყვით. უკვე კარგია. öyle değil mi Ali Bey? ასე არ არის ჰალილ იბრაჰიმ? Öyle. ასეა. Ceylan'ın ჯეილანის ძმასად არის. Size bu konuda. ამას ვერ გეტყვით. Çünkü ჯეილანის დაკავების შემდეგ მურათი მოკლეს. მოკლეს. öldürmüşler. ჰალილ, bir gelişme var. ახალი ამბავი გვაქვს. რა ხდება? Oğuz ოღუზ მოდარიკა პროკურორთან başı cezaevine geçiyorlarmış. Ceylan'ın ერთად kardeşi ციხეში მიდის, ჯეილანის ძმის ცხედარი იპოვეს. kızdan ifadesini değiştirmesini isteyecekler. გოგოს ჩვენების შეცვლას თხოვენ. ალბათ ზეინებს გაათავისუფლებენ. დავუდ, არაფერი უნდა მოუვიდეს. გჭირდება. კარგი. Şota, შოთა, sen burada აქ დარჩი. adamları ver. ხალხს და ტელეფონებს მიხედე. მამამისი ძებნას დაუწყებს. Merak et. არ ნერვიულობ ფიქრეთ ბეი. Ceylan. ჯეილან, Müdür bey. უფროსი გიძახებს. Niye? რატომ? Konuşunca დაელაპარაკები და გაიგებ. ასე უნდა იყოს? მე რა ვიცი ზეინებ. ასეთი გამოცდილიც არ ვარ. ჩემს მოსვლამდე ფრთხილად იყავი. ჯეილან, თავს მიხედე. შენი ზედამხედველობა მაკლია. მაშინ რაც გინდა ისქენი. hazır tek kalmış. სანამ მარტოა ხომ არ გავესაუბროთ? Kahven bitsin. ყავას დავლევ და Alacağım. გავესაუბროთ. შემოდი. პატიმარი აქაა, ბატონო დირექტორო. შემოვიდეს. შემოდი. Savcım siz ბატონო პროკურორო, თავისუფლად დაელაპარაკეთ. მადლობ. შემოდი ჯეილან. დაჯექი. მიდი. maalesef სამწუხაროდ ცუდი ამბავი მაქვს.
ეს შენი ძმაა ჯეილან? შვილო. ცდილობდით ეს თავიდან აგვერიდებინა. გეხვეწეთ, გეთქვა ვინ გაშანტაჟებდა ხელს, ვის აფარებდი. ასე არ არის, მაიორო. ასეა პროკურორო, მაგრამ როგორც ჩანს ამ გოგოს ჯეროდა, რომ ის ნაძირლების სიტყვა შეასრულებდნენ. ახლა სიმართლეს თუ გვეტყვი, ზეინებს გადაარჩენ და შენს თავსაც დიდ სიკეთეს გაუკეთებ. ამას სასამართლოც გაითვალისწინებს. ჩემს მდგომარეობას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, ბატონო პროკურორო. ზეინები უდანაშაულოა. იძულებული ვიყავი დამებრალებინა. მოგატყუეთ. მას არაფერი დაუშავებია. გითხარი, ვინ გაიძულა ამის გაკეთება? ჰაკან მარტენმა. შენი ბუდიდან გამოდი და ვილაპარაკოთ. ასე თუ იჯდები მე და შენ ვერ დავმეგობრდებით. Gel bir çayımı iç. მოდი ჩაიდალიე. მოდი. Siz bize bir müsaade. თქვენ დაგვდოვეთ. შენ კი ჩაი დაასხი. აიღე. Bakın მისმინეთ. ben bir აქ ცრუბრალდებით ვარ. აქ ყველა ასეა. Buradan dolayı burada. her neyse მნიშვნელობა არ აქვს. sizden bir şey. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენგან რამეს ველი. Ben kendi halim. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. Burada kimseyle აქ არც ვინმესთან მტრობა მინდა, არც მეგობრობა. ne de düşman. თქვენც თუ შესაბამისად მოიქცევით, Siz de buna göre davranırsanız benim için მაშინ პრობლემებიც არ გვექნება. Başka türlü და რომ არ მოვიქცეთ, ზეინებ ლეთო ქარასო. dışarıda ilk გარეთ ალბათ მეგობრები გყავს, bir akraba ნათესავები, ოჯახი, საყვარელი ადამიანები. çok şükür benim. ჩემი ქმრის სახელი ყველა მიცის. Ben senin yerine შენს ადგილას ჩემთან საქმეს არ დავიჭერდი. benimle uğraşmazdım. არ მინდა პირველივე შეხვედრაზე İlk görüş günümde senden შენზე მოვუყვე. o zamanlar მაშინ რა უნდა ვქნათ? Zeynep'i ზეინები შეხვედრაზე არ უნდა გავუშვათ.
ჯეილან? Ceylan. ჯეილან რა მოხდა? ცუდი ამბავია? ზეინებ. ზეინებ, ჩემი ძმა მოკლეს. თვეების განმავლობაში ვცდილობდი და არაფერი გამოვიდა. ვერ დავიხსენი. ჯეილან, ვცდილობდი ამეხსნა, რა საშინელი ხალხია. Üzgünüm. ვწუხვარ, Başın sağ ol. თავს მოუფრთხილდი. Benim sağlayacağım. მოფრთხილება აღარ მჭირდება ზეინებ. Hoşçakalın. შენ კი გმადლობ. İfademi verdim. ჩვენება მივეცი. Hem savcıya hem პროკურორს და მაიორს ვუთხარი, რომ უდანაშაულო ხარ. senin nöbetçi mahkeme. პროცესს მალე გაგიმართავენ. Sabah kadar. დილამდე გახვალ. Ne diyeyim Ceylan? რა გითხრა ჯეილან? Umarım. იმედია. Gel oturalım. წამოდი დავსხდეთ. Ne fısıldaşıyorsunuz lan? მანდრა ჩურჩულებ. Uzak durun. თავი დაგვანებე. ცუდი ამბები გვაქვს. მაინც რა მოხდა? კაცი წაგართვეს? Biraz saygılı ol. არ შეიძლება ადამიანს პატივისცეთ. ძმა მოუკვდა. Duydun mu? გაიგე? Ölmüş. მომკვდა რა. Ne yapıyorsun sen? რას აკეთებ? Bize dendi ki გვითხრეს სიკვდილზე რომ გაიგებთ? bu koğuştan ამ კამერიდანაც ორი ცხედარი უნდა გავიდესო. ზეინებ! დაცვა! გვიშველეთ! ზეინებ, გაიქეცი! დახმარება ითხოვე! აქ არაბინა? გვიშველეთ! დაცვა! დაგვეხმარეთ! გვიშველეთ! არავინა? აქ არაბინა? ჯეილან! 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 Bırak. ადექი, გამიშვი, ადექი, გამიშვი. Sayın savcım. ბატონო პროკურორო, მადლობთ რომ შემოგვიშვით. პრობლემა არ არის, ახლა ასეთი მდგომარეობაა. ზეინებს რაღაც მოუვიდა. ღმერთმა დაგვიფაროს, ასე ნუ ამბობ. Kaç yüz kişi Zeynep'e niye bir şey იქ უამრავი ადამიანია, რაღაც ზეინებს უნდა მოსულოდა რამე. ალიჯან შეამოწმე. როგორც მეტყვით. ციხის სასწრაფოა. მეთაურო, საკანში ჩხუბი იყო, ჯეილანი და ზეინები დაჭრილები არიან. ერთ-ერთი მკვდარია, მაგრამ რომელი ვერ გავიგე. ზეინებ, ჰალილ იბრაჰიმ, ზეინებ, გამიშვით. ზეინებ, პროკურორო, ზეინებ. გაგვიშვით, კარგით, დამშვიდდით. ცნობიერება დაბინდულია, ბევრი სესხლი დაკარგა, აპარატს მიუერთეთ. ზეინებ, კარგად ხარ? ძმაო, დამშვიდი. ზეინებ. ჩემო სიცოცხლე.
ჩემო ერთადერთო. კარგი. ყველაფერი კარგადაა. შენს გვერდით ვარ ზეინებ. აქ ვარ. ექიმო ძალიან სუსტი პულსია. წნება ეცემა. ტამპონი მომაწოდეთ. აიღეთ ექიმო. წნება ეცემა ექიმო. მოიცადეთ. ძლიერი სისხლდენაა. ჭრილობა დახურეთ. რა ვქნათ ექიმო? ჭრილობა დახურეთ. ხომ არ გონია რომ ზეინები დაგტოვებს? ექიმო, წნება ეცემა. ჰალილ. საოპერაციო მზადაა ექიმო. დროზე შევდივართ. სრაფად. წნება ძალიან დაბალია. იჩქარეთ დროზე. ზეინებ შენთან ვართ. გესმის? ზეინებ შეხედე. ყველა აქ ვართ. კარგად იქნები ზეინებ, კარგად იქნები საყვარელო. აუცილებლად გადარჩები ზეინებ, გესმის? აუცილებლად გადარჩები. კარგად იქნები. მადლობ შვილო. გემრიელად მიირთვით. ფიქრეთი რეკავს. შვილო, ფიქრეთ. დედა. ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას შვილო. ზეინებზე რა ხდება? სიახლეები გვაქვს, ხვალ გამოდის? ზეინები საავადმყოფოშია. რა? საავადმყოფოში? რა მოხდა შვილო? ვამბობდი რომ იქ ვერ გაცლებ და რა მოხდა, რა მოუვიდა? მითხარი. ასე მარტივად არ არის დედა. უბრალოდ თავს დაესხნენ. ამბობენ მძიმე მდგომარეობაო. საოპერაციოშია. ოპერაცია უკვე დაიწყეს. ნედიმე. დამშვიდი, ნედიმე.
რა მოხდა ნედიმე ხანიმ? Anne. დედა. ალო? დედა. ფიქრე ჩვილო, დედა შენი ცუდადაა. მე მითხარი რა გინდოდა? დედა, თუნჯაის უთხარი საავადმყოფოში მოგიყვანოთ. ზეინებს ოპერაციას უკეთებენ. ელიფ გაიქეცი თუნჯაი მოიყვანე. ჩხარა. თუნჯაი. ჩემი შვილი არც კი შეეცოდა. ხელი არა უკანკალდა. თუნჯაი, სწრაფად. თქვა რომ ციხეში ერთი დღე იქნებოდა. ჩხარა ოდეკოლონი მოუტანა დროზე. შვილს მომიკლავენ. აღარ იტყვი რა ხდება? თუნჯაი შვილო მანქანა მოიყვანა ზეინებს თავს დაესხნენ საავადმყოფოშია. ჩემ შვილს არ შეეშვა. თქვა რომ იქ ერთი დღე იქნებოდა. დამლა სახლში დარჩი. კარგი დედა. ჩემი შვილი არ შეეცოდა. თქვა ციხეში ერთი დღე იქნებაო. ძმაო, მე კი დაგიჯერე. ნედიმი არ გინდა. მოკლავს. ჩემ შვილს მოკლავს. დამშვიდდი. შენი ქმარისა წავიდა. ფიქრეთმა დარეკა და მას ელაპარაკება. მან რა შურჩულებთ? თუ ფიქრეთმა დარეკა, საქმეზე დარეკავდა. მე რატომ არ დამირეკა? ჩემ გამო. საბუთების მიხედვით ხომ ჩემი ძმა ხარ? ღმერთო, მოთმინება მომეცი. კარგი ძმო. Rızvanmova. ციხეში რაღაც მოხდა. Ne bir şey olmuş. ზეინები კრიტიკულ მდგომარეობაშია. რა ხდება? Saldırıya uğradı. თავს დაესხნენ. Fikret abimle ფიქრეთმა თქვა, her şey hazırlıklı olun. ყველაფრისთვის მზად ვიყოთო. Hangi? რომელ საავადმყოფოში არიან? Şehir hastanesi. ქალაქის. გთხოვ წამიყვანე. ლეილა, დედა ჩვენი მოკლა. ჩვენი დედა. ახლა მასთან გავარდები? Annemizi დედა ჩვენი ჩვენს დას არ მოუკლავს. ამ სისულელეებს შეეშვი. შენ უწამოხვალ. ben de Nedim'i arayayım o მე დაურეკავ ნედიმეს. Hastanede mi? სადაც უნდა იყოს მასთან ვიქნები. საავადმყოფოში იქნება ნერგის. სხვაგან სად? ადაკი წავიდეთ. Sen git. შენ არ წახვალ? Daha ne düşün? რაღაცელი. Kızım. შენი შვილია. Adam. ამბობენ საავადმყოფოშია. კვდება. Kin tut. რა დროს გაბრაზებაა? Gidip ne yapacak? და რა ქნას? წავიდეს? İbrahim'den laf mı? ფიქრეთს და ჰალილ იბრაჰიმს უსმინოს? მართალს ამბობს. Üstelik თან ზეინები ასიეს ამბავში უდანაშაულო არ არის. ასე რომ საჭირო არ არის. Anne yapma. დედა არ გინდა. Zeynep masum olmuyor. შეიძლება ზეინები უდანაშაულო იყოს. Ama benim მაგრამ ჩემი შვილი ნიჰადებითა öldürün გარეული ასიეს მკვლელობაში. parmağı varsa ამაში ჩემი ხელიცაა. ასია. tamam. უნდა წავიდეთ. მე არ წამოვალ, მამა. კარგი, მე ვერ გაიძულებ. Seni zorlayamam. ვერ გაიძულებ. Tamam. კარგი. Ben seninle მეც წამოვალ. enişte. შენც წასულიყავი. Sen de შენც წასულიყავი აიშე. ბოლოს და ბოლოს შენი ქმრის და ქმარი ისევ მყავს მამა? ama Fikret
მაგრამ ფიქრეთმა დეიდას გარდაცვალება მომისამძიმრა. თუ ზეინეფი მოკვდა, მივუსამძიმრებ, თუ გადარჩება, საავადმყოფოში ვინახულებ. Ölürse git mutlaka abla. თუ მოკვდა აუცილებლად მიდი. Teyze. დეიდა, Annem დედა ახლა აქ რომ იყოს, ზუსტად ამას იტყოდა. öyle bir horon. გეფიცები ჩვენ ყველას აგვაყენებდა და გვაცეკვებდა. Teker teker ayak გეფიცები. oynaturdu. ხო, რამე სიგიჟეს მოიფიქრებდა, არა? არანორმალური იყო. Bir yap. მართალია.